ბევრი მესიჯი მოვიდა ინდივიდუალურ გაკვეთილებზე და გადავწყვიტე რომ ერთი ვიდეო ჩავწერო და გასაგები იყო, სადაც ყველაფერს დეტალურად ავხსნი. ესე იგი, პირველ რიგში ინდივიდუალური გაკვეთილები რა თქმა უნდა ტარდება ინდივიდუალურად, გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი, ღირს 60 არის 1 საათი. და ახლა ავხსნი რატომ. არასოდეს არ ვატარებ სხვადასხვა ადამიანს ერთ და იგივე პროგრამით. ანუ ვესაუბრები ჯერ, ვგებულობ იმას, რა სჭირდება, როგორი შემსწავლელია, რა დონე აქვს, რაზე უნდა აქცენტის გაკეთება. ამის მიხედვით ვიღებ რამდენიმე წიგნს და ამ წიგნებიდან კომპილაციურად, ანუ ყველა წიგნიდან რაც სჭირდება, ვაგებ ერთ გაკვეთილს. ეს ერგება აბსოლუტურად ადამიანის ძლიერ მხარეებს, სუსტ მხარეებს, იმაზე რაზე უნდა აქცენტის გაკეთება, იმაზე რისი სწავლა უნდა და ასე შემდეგ. ჩემთვის ერთი გაკვეთილის დაგეგმა მინიმუმ არის 1 საათი. ვგეგმავ იმის მიხედვით რა სჭირდებათ. თუ სჭირდებათ სუფთა გრამატიკა, სხვანაირად იგეგმება გაკვეთილი, თუ სჭირდებათ, თქვათ, მხოლოდ სალაპარაკო დონის გრამატიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი არის საუბარზე, მეტყველებაზე. ამ შემთხვევაში სრულიად სხვანაირად იგეგმება გაკვეთილები. სრულიად სხვანაირია გაკვეთილები, როდესაც ადამიანი არის ვიზუალური შემსწავლელი. სხვანაირად იგეგმება თუ არის უფრო კოგნიტური შემსწავლელი. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცის გათვალისწინება მიწევს და ყველაზე უფრო ეფექტური საწყისი დონიდან დაახლოებით ბიერთ დონემდე არის ესეთი ინდივიდუალური გაკვეთილები. ყოველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ იმ თემაზე, რომელზეც იყო საუბარი გაკვეთილის პროცესში, ვწერ ვიდეოს, PowerPoint-ზე ვადებ ხმას და ეგზავნება მოსწავლეს, ასევე ეგზავნება სიტყვები და ლექსიკა. მოკლედ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის 1 საათიანი შრომა გაკვეთილამდე, 1 საათიანი უშუალოდ გაკვეთილის პერიოდი, სადაც ყოველი წუთი არის ჩემი და ჩემი მოსწავლის ინტერაქცია. ეს არ არის გაკვეთილები, სადაც მე ვზივარ და ნახევარ საათი ვლაპარაკობ, არა. ხსნი, ვეკითხები, თუ გაიგო, მე ვთხოვ რომ ამ ხსნას ვაკეთებ, სავარჯიშოებს ვსაუბრობთ, უსმენთ. მოკლედ, ვაკეთებ ყველაფერს და ძალიან ბევრი კუთხით არის ახსნა, ინტერაქცია და ასე შემდეგ. გვაქვს ერთი საერთო მიზანი, რომელსაც თქვათ უნდა მივაღწიოთ 6 თვეში, მაგრამ ეს მიზნები მე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იშლება და ყველა გაკვეთილს აქვს თავისი მიზანი. ანუ ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩემი მოსწავლე იტყვის, უი, მე ეს ვისწავლე, უი, ეს გავაკეთე, უი, ეს ასე წაადგა ჩემს საერთო მიზანს, რომ რაღაცა ვისწავლო. ესმის რომ ყველა ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, ამისათვის სხვა კურსებსაც ვთავაზობ და ძალიან ბევრი უფასო რესურსიც დევს ინტერნეტში ჩემგან და თუ ესე ინდივიდუალური გაკვეთილები გინდათ, ეს ვიმეორებ კიდევ ერთხელ 100% წვილი სიამოვნება არის, მაგრამ ჩემთვისაც დიდი შრომა არის. ამიტომაც ხო, ვთვლი რომ დამსახურებულად ვიღებ იმას, რასაც ვიღებ. მაქვს დარჩენილი 3 ადგილი სექტემბრიდან ინდივიდუალურ ჯგუფებზე, ინდივიდუალურად ვიყვან მხოლოდ 6 ახალ მოსწავლეს, 3 უკვე დავიმატე, გამოვაცხადე კურსები. 3 ადგილი არის დარჩენილი და თუ გინდათ ეს ინდივიდუალური გაკვეთილები, მაშინ აუცილებლად იჩხარეთ და შეინახეთ ადგილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერანაირ ადგილის შენახვის გარანტიას ვერ ვიძლევი. თუ ეს არის თქვენთვის ძვირი, მაქვს უფრო გაცილებით ხელმისაწვდომი შემოთავაზებები. მიდევს ამაზე ვიდეო, აპინული არის ჩემს პროფილზე. დეტალურად გავარჩევ თითოეულ მათგანს, თითოეულ შემოთავაზებას, თითოეულ კურსს, რომელიც მაქვს.